ფასების მატების პერსპექტივაზე როცა ვსაუბრობდი, ახლა უცბად დამარტყა თავში და გამახსენდა, რომ აპრილის დასაწყისში უკვე ველით რეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგიის მოხმარებაზე ტარიფის ზრდასაც. ეს მოლოდინი რამდენად რეალურია? მოგესალმებით. ელექტროენერგიის ტარიფი უნდა გაზრდილიყო რამდენიმე თვის წინ მათივე განცხადებით. მაგრამ შეაჩერეს რაღაცის გამო, ანუ პოლიტიკური ვითარების შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს, როდესაც თვითონ სემეკი არის. სემეკმა დაანონსა, გამოაცხადა და მე 2 დღის შემდეგ ყოფხიძემ თქვა, რომ გადაწყვეტილება არ იქნება. როდესაც დამოუკიდებელი ორგანო რაღაცას განცხადებას აკეთებს და ამ დროს მთავრობა უსწორებს, ვინ ეკითხება მთავრობას სემეკის საქმეებში ჩარევისა თუ მართლა დამოუკიდებელი ორგანოა, მაგრამ დამოუკიდებელი არაფერი არ აქვს ქვეყანაში, ვინაიდან ეთყობა ივანიშვილს ვიღაცა მუთხრა, რომ აი ფასების მომატებას აპირებენ და მე იმას დავურეკა და ისინი გააჩერეს, მაგრამ ეკონომიკას თავისი კანონები აქვს და თუ არ არის შექმნილი ისეთი პირობები, რომელიც აი ამ ფასების მომატებას თუნდაც ენერგეტიკის სექტორში არ გახდის სავალდებულოს, მაშინ ფასები არ მოიმატებს, მაგრამ ეხლა იძულებულია რომ ფასები მოუმატონ, ვინაიდან ამ შემთხვევაში უკვე მთლიანად ენერგეტიკული სექტორი დაზიანდება. ანუ თავად შეყავთ ჩიხში. ანუ შუქზე ელექტროენერგიაზე ფასების მატება გარდაუვალია. რა თქმა უნდა, ამას ველი გაზაფხულის შუაში. ორი გზა არის, დანიშნულია უკვე. ან უნდა მოუმატონ, ან ბიუჯეტიდან უნდა დაიწყონ სუბსიდირება. ანუ ისევ ჩვენ ჯიბებიდან. ანუ მოქალაქე ჯიბებიდან დამოიღონ ფული და რა ერთი ასე ვთქვათ მეთოდით ამოგიღია და რა მეორეთი თუ სუბსიდირებას დაიწყება დამატებითი ფული წავა ბიუჯეტიდან, მაშინ პენსიები იქნება ისეთ როგორც ახლა არის კატასტროფული. 370 ლარი წარმოუდგენელი რამეა, იყო 100 ლარი 2012 წელს და 13 წლის განმავლობაში ფასები გაორმაგდა, ამათი სტატისტიკით ნამდვილში 2.5-ჯერ გაიზარდა და რეალური მსყიდველობით უნარიანობა დღევანდელი პენსიისა 2-ჯერ ნაკლებია. ანუ აგერ 370 რო გავყოთ 2-ჯერ რა გამოდის თითქმის იმდენი სადღაც 50-60 ლარით გაიზარდა 13 წელიწადში პენსია რეალური მსყიდველობით უნარიანობით. რატომ? იმის გამო რომ მართლაც უამრავი სფეროს სუბსიდირება ხდება და მათ შორის ოცნებასთან დაკავშირებული ბიზნესის ასე ვთქვათ მოსაპარი და საზარცვი ობიექტი გახდა ბიუჯეტი. ამიტომ ფასების ამ შემთხვევაში მომატება გარდაუვალია. მეორე მხრივ ეს არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში და არა მარტო კარგია რომ ეს მაგალითი მოიყვანეთ. აი როცა ვამბობთ რომ შესაძლებელია რომ ტარიფი არ მომატებულიყო დენზე. სამითეთით ვარაუდობენ ჯერჯერობით. ზუსტად ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვა საქონელზე შეიძლება ფასი არ მომატებულიყო, თუნდაც აი ამ სპარსეთის კრიზისიდან გამომდინარე. ჩვენთან როგორც ნავთობის ფასი ავარდა მომენტალურად გადაეცემა ეს მთელს ეკონომიკას. ასე არ იქნება ევროპის ქვეყნებში და იმ ქვეყნებში, სადაც გამართული ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემოა და სადაც ქვეყანა იმართება კანონებით და არა ერთი კაცის ხოშტურებით. კი, მოიმატებს საწვავზე ფასი, დიზელზე განსაკუთრებულად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რძეზეც მოიმატებს, კიტრზე, პამიდორზე და ყველაფერზე. ეს ინფლაციური რისკები დაზღვეულია სხვა მექანიზმებით. რა თქმა უნდა. და ეროვნული ბანკი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს კი არა მთავარ როლს ალბათ. აბსოლუტურად. და მივოდექით ახლა აი ამ პრობლემას ჩვენ სიამდვილეში თქვენ პირველ რიგში სხვა ექსპერტები ძალიან სერიოზულ საფრთხეებზე საუბრობთ, ინფლაციური რისკებზე საუბრობთ. ეს მაჩვენებელი ისედაც სავალალო იყო განსაკუთრებით პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მომსახურებასთან მიმართებაში. რა გავლენას მოახდენს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ამ პროცესზე? გიორგი, ჯანსაღი ღია საბაზრო ეკონომიკაში აი ამ დაზღვევის ბუფერის ასე ვთქვათ რისკების არიდების აი ტალღმჭრელის როლს თამაშობს ღია ეკონომიკა, სადაც არის კონკურენცია და სადაც არ ერევიან კერძო პირები და ასე ავტორიტარული მმართველები. და ერთ-ერთი მთავარი ბუფერი არის ეროვნული ბანკი. აი მაგალითად ბათუმში არ არის ბათუმელი ხარ ხო და შეგვიძლია ჩავთო. ჩემი ორი შვილი იქ დაიბადა. ხო. თბილისელი ვარ, მაგრამ თბილისელი ხარ, ოღონდ ხანი ხარ და ხედავთ რომ და შენს ბებჟი გინახია რომ ყოველ წელიწადს ეს ლამაზი ბულვარი მიაკ ტალღებს.
იმიტომ არ არის აი ეს ზღვის მჭრელი, აი ეს ბეტონის ასე ვთქვათ რაღაცები. სამეგოთ ლამაზია. მაკობულეთში და განსაკუთრებით ახლა იმაში აფხაზეთში პირდაპირ ყოველ ნახევარ კილომეტრში აი ეს ვალნარეზებს ეძახდნენ მაშინ. ანუ ეს რომ შედის არა და ტალღა რომ მოდის ამ ტალღის შემაკავებელი და რაღაც ასე ვთქვათ გამანეიტრალებულ როლს თამაშობს. აი ეს კონსტრუქცია ასე არის ეკონომიკაში. და ერთ-ერთი მთავარი გამანეიტრალებელი სწორედ არის მოქნილი ფასები, კონკურენცია, თავისუფალი ასე ვთქვათ ურთიერთობები, ინვესტიციების თავისუფლად შემოსვლა, ვინ გააჭაჭანებს ინვესტიციას ქვეყანაში, თუ არ შეუტანხმდა დიდ ინვესტიციებს, ივანიშვილს და სასტუმრო უნდა აშენდეს და მის სასტუმროს თუ კონკურენციას გაუწევს, ბუნებრივია რომ ასეთ ინვესტორს არ შემოუშვებს და რა თქმა უნდა ეხლა ვინ შემოვა საერთოდ ინვესტორი, როდესაც საერთაშორისო იზოლაციაში ვართ, მაგრამ მთავარი არის ეროვნული ბანკი, როცა საუბარია ფასებთან დაკავშირებით. და რატომ არ მოიმატებდა საწვავზე ფასი ამ რაოდენობით და რატომ არ გახდებოდა მოსამატებელი ფასი 3 თუ 5 თეთრით დენზე. ეროვნულმა ბანკმა ჩაიდინა დანაშაული მთავრობასთან ერთად, როდესაც 800 მილიონი დოლარი აორთქლდა არჩევნების წინა 3 თვეში. 2024 წლის არჩევნებში დაავალეს, რომ მოსახლეობის გუნება განწყობილების არ გაფუჭების გამო დავაფიქსიროთ კურსი $1 უდის 2.7 და მიაყარეს ფული და რეზერვები ჩამოვიდა 4 მილიარდამდე, რაც იყო ძალიან არაადეკვატური მუშებასთან და საგარეო მაჩვენებელთან შედარებით და 2025-ში ეროვნული ბანკი იძულებული გახდა აღედგინა რეზერვები და მართლაც საგარეო პირობებმა ხელი შეუწყო არნახული ოდენობის ფული გადმორისხა ჩვენმა ემიგრაციამ 3.6 მილიარდი $. და პირველ ადგილზე არის ამერიკა, ანუ გაჩვენებს ამოდოს თუ სად გაიქცა ხალხი ქვეყანა დაიცალა და თორმე ამერიკაში შესულ ევროკავშირში უიზოთ მაინც შედიოდი და კი ხრჩებოდი არალეგალად ასრულებდა 93% არალეგალი იყო, მაგრამ ამერიკაში როგორ აღმოჩნდა, ეს არის საოცრება. იმ დროი გამომუშავების თვალსაზრისით შეერთებული შტატები მაინც სხვა შესაძლებლობებს იძლევა. ხო, მაგრამ როგორ აღმოჩნდა ეს ხალხი? ეს არის გასაკვირი და მართლა ყოფილა ეს მექსიკის საზღვარი რაღაც საოცარი ხვრელი, იმიტომ ამდენ აკადებად მიდიოდნენ ადამიანები. მისი მეათედი ვიზაც კი არ გაცემულა. და ეს 3.6 მილიარდი, ორჯერ მეტი ვიდრე იყო 2019-ში კოვიდამდე. და რა თქმა უნდა, აი ამ სანქციების გვერდის ავლა, სხვადასხვა შავი სქემები რუსეთთან დაკავშირებით, უკრაინის ომის ფაქტორით სარგებლობა ამ ერთი მუჭა ადამიანების მიერ და საბანკო სისტემა ხაბი გახდა. და რა მოხდა ეროვნულმა ბანკმა 2025-ში 2.5 მილიარდი უკვე მართლა ერთი მხრივ თუ შეხედავთ, ეს არის კარგი, არნახული ოდენობით დაიწყო რეზერვების შეგროვება, მაგრამ ზედმეტი სიხარბეა ეს. 2.5 მილიარდს რომ იყიდულობ შენ $, იქით $7 მილიარდ უშვებ მემოქცევაში. 2.5 მილიარდის ნაცვლად ეროვნულ ბანკს რომ ეყიდა 2 მილიარდი, დღეს $1 აი უხეშად რო ვთქვათ იქნებოდა $1 იქნებოდა 2.5 ლარი. 2 მილიარდ ნახევრის ნაცვლად რომ ეყიდა 1 მილიარდ ნახევარი ლარი სანამდე გამყარდებოდა ღმერთმა იცის. ანუ რისი თქმა მინდა, კი ნავთობი გაძვირდა, მაგრამ მთელი იმპორტი გაიაფთებოდა. ვინაიდან ლარის გამყარება ნიშნავს იმპორტის გაიაფებას და თუ მაგალითად შორისის პროდუქტები, რაზეც თავარი პრეტენზიები არსებობს. რა თქმა უნდა, და აგერ ინფლაციური ტვირთი ყველაზე მეტად და მოსახლეობის სოციალური ტვირთი, რომელზეც მოდის. რა თქმა უნდა, მათ შორის სურსათ, რადგან ეს ახსენე ერთ რამეს ვიტყვი. დღეს ამ წუთას რა ძვირდება, ყველაზე მეტად ძვირდება საწვავი, რომელიც ვიცით, რა გარემოებებია დამოკიდებული, ძვირდება ბოსნეული. კიტრი, პამიდორი, იმიტომ რომ აგერ რუსეთში შედიოდა ირანის გზა გადაიკეტა, უკვე თურქული მოსავალი, ასე ვთქვათ, რუსეთში წავიდა და ახლა სათბურებიდან მან მოყვანილია. ქართული ჯერ არ დაწყებულა. ქართული არ დაწყებულა. ქართული რომ ჩემოვა ისი ძვირი იქნება. კი და ქართული ჩვენი ბაზის. უნდა იყოს კიდე ძვირი, იმიტომ რომ აი სხვა თემებზე ვერ გადავდივართ, იმიტომ რომ ნეად კარგ ნიუანსებს ამბობთ გიორგი. ქართული არის 15% მთელი ჩვენი ბაზრის. საქართველოში 2024 წელს 100% კვერცხი იყო ადგილობრივი წარმოების და დღეს ისეთ ვითარება შეიქმნა, რომ 5 მილიონი ცალი კვერცხი შემოვიტანეთ იმპორტზე იანვარ-თებერვალში.
როდესაც 2024 წელს 6 თუ 7 მილიონი წალი კვერცხი გავიტანეთ აზერბაიჯანში, ექსპორტიორი ქვეყანა ვიყავით. რა მოხდა ისეთი? ის მოხდა რომ სწორედ ეს არის მოშლილი, აგერ რაღაც სულელურ კომისიაში დაატარებენ ხალხს და ამაზე ახლა საუბრობდით საპარლამენტო კომისიაზე. რა შეიცვალა ისეთი? ის შეიცვალა რომ გაუფუჭდა ასე ვთქვათ გარემო იგივე მეფრინოლობის ქარხნებს გაუძვირდა უამრავი საქონელი. ამიტომ ადგილობრივი პირობების გაუარესება არის მთავარი ფაქტორი ფასების ზრდისა. ბატონო, მინდა მოვასწროთ საუბარი ასევე სასანქციო დინამიკაზე. ამ ხრივ, რა ვიცი, დღეს იმდენი სიახლე იყო, რომელი ერთი ჩამოვთვალო, არ ვიცი, მაგრამ მათ შორის ალბათ შეერთებული შტატების დამოკიდებულების კიდევ ერთხელ გამოხატვასთან ერთად სენატის განსაკუთრებით, იმიტომ რომ მაყურებელმა იცის, მე ხშირად ვიმეორებ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე ინსტიტუციურად ამერიკული პოლიტიკის ფორმირების სპეციფიკიდან გამომდინარე სენატს თეთრ სახლთან აქვს გამსაზღვრელი როლი. შესაბამისად და ჯიმრიშის განცხადება რაც წავიკითხე, ძალიან ყურადსაღები უნდა იყოს ყველა ნორმალური მმართველისთვის საქართველოში. ესენი ცოტა სპეციფიურები არიან ამ ხრივ, მაგრამ ბრიტანეთის პარლამენტში, ანგარიში, საგარეო საქმეთა კომიტეტის, რომელსაც მერე აღსრულებას უკეთებს და იქ ჩვენ ვიცით, რომ პარლამენტის დეპუტატებად რჩებიან ის პირები, რომლებიც მთავრობაში არიან წარმოდგენილები, ხო? ანგარიში წერია დასკვნის სახით აი ესეთი სიტყვები, რომ თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის მხრივ გაუარესებული მდგომარეობის გამო. რა ტრაექტორიაც ანგარიშის მიხედვით ბელარუსის მსგავსად საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში ფესვგადგმულ ავტოკრატიად აქცევს. კომიტეტი ასევე გმობს ქართული ოცნების მთავრობის მხრიდან ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას, ოპოზიციური ხმების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. ეს ქმედებები რუსული სახელმძღვანელოს იმიტაციას წარმოადგენს და მიანიშნებს თბილისსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობაზე. ჩვენ მხარს უჭერთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს, რაც მოიცავდა იმ ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებას, რომლებიც ლეგიტიმური პროტესტის პასუხად ადამიანის უფლებების დარღვევების ხელშეწყობაზე არიან პასუხისმგებელი და მივაქციოთ ახლა ყურადღება. ამავდროულად, კომიტეტი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შემოიღოს ახალი გამიზნური ფინანსური და სავიზო სანქციები ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს მხარს უჭერენ, ანუ ფაქტობრივად მთელი პარლამენტი, ასევე ქართველი კლეპტოკრატებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ქართული მედიების წინააღმდეგ. ჩვენ სხვადასხვა საღამოს მივიღეთ საპასუხო წერილი და მტკიცებულება, რომ BBC-მ შეუწყვიტა უფლებები ლიცენზიაზე ტელეკომპანია იმედს ეკავენ ვარსკვლავების პროექტზე, ანალოგიური რამელი სხვა საერთაშორისო პროექტებსაც, თუმცა მოლოდინები მარტო იმედს კი არა, როგორც ჩანს, სხვა იმ პროპაგანდისტულ საშუალებებსაც იგივე ელით, რომლებიც არ მოხვდნენ პირველ ტალღაში ბრიტანული სანქციებისა. აი სანამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი, აშკარად, როგორც ჩანს, სისტემურად ამუშავდა პოლიტიკური ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბრიტანეთის ხელისუფლება. ვინაიდან იქ გადაწყვეტილების მიღებას არ ჭირდება ის რთული პროცედურები, რაც ევროკავშირში. მეორეს უნდა ასე ვთქვათ, გაეხსნა სასანქციო პროცესი. ეს პროცესი გააჩერა ტრამპის ადმინისტრაციამ. მიზეზები უამრავია, მისი ასე ვთქვათ, საგარეო მოუცდელობა და ტარიფები და ასე ვთქვათ, უამრავი მმართველობით საჭირო თუ არასაჭირო მასში საომარ მოქმედებებში ტარიფებსაც ეძახიან ხოლმე და არ არის გამორიცხული რაღაც ორბანის და რაღაცების ფაქტორის მოქმედებს, თუმცა რობიოს განცხადება რამდენიმე თვის წინ ძალიან კაცრი იყო საქართველოს აი ამ რუსულ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, მაგრამ იმ ადმინისტრაციის შემდეგ წინ ნაბიჯი არ გადადგმულა და უფრო მეტიც მეგობარი აქტი დაიბლოკა ერთი რომელიღაც კონგრესმენის მიერ, რომელსაც ლობირებდა ფრონტერა საქართველოში თაღლითი კომპანია, რომელიც ატყუებდა მრავალი წლის განმავლობაში, რომ ბენზინი ნავთობი არსებობდა. ეს კონგრესმენი აღარ არის ახლა იქ და არა, მთავრობაში გადაიყვანეს. შეიძლება ივანიშვილმა რესურსი სხვას იპოვოს, მაგრამ თავარია სახელმწიფო დეპარტამენტის თეთრი სახლის დამოკიდებული. კი, თითქოს და ჩიხში იყო ეს პროცესი შესული და ბრიტანეთის მიერ იმედის დასანქცირებამ ეს პროცესი ფაქტობრივად ახალ დონეზე აიყვანა. და ამით შეგულიანებული უკვე აგერ ევროკავშირი უკვე მსგავს რეზოლუციას ღებულობდა, თუმცა ევროკავშირს უამრავი რეზოლუცია მიიღო, მაგრამ ეს არის რჩევა, ასე ვთქვათ,
ევროკომისიისათვის და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის და ევროპის მთავრობებისათვის და ეს რჩება სამწუხაროდ არ სრულდებოდა, მაგრამ ახლა უკვე შეგულიანებული ბრიტანეთის აი ამ სანქციებით ევროკავშირი უკვე მეტზეწოლას ახდენს ევროპარლამენტი თავად ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებზე და ამის შედეგი იყო ყულევის ფაქტობრივად როგორც იტყვიან წკიბზე გადარჩენა დასანქცირებისაგან. აი ახლა რასაც კითხულობთ, ეს ეხება იგივე იგულისხმება ყულევი, რაც ღრმა და ბელარუსის მსგავსად უკვე რუსეთთან ასე ვთქვათ სხვა ყულევში რო ყავდათ ახლა ეს კაცი აყვანილი, აი რა უთხრეს? მე რო იგივე ბოჭორიშვილს შეხვდა, ან მინისტრის მოადგილე რო ახდა, იყო? აი ეს ამერიკელი რო იდგა სახელმწიფოს და რო იდგა ამ ყულევთან, რომელიც პომპეოს დროს ჯერ კიდევ ასე დროშაჩარჯობილი უნდა ყოფილიყო, რას ეტყოდნენ, რომ რატო ამდენი ხანი რატო არა, ყოლებში არ მოვყვანიათ, მე მგონი ანაკლიაში მივიყვანეს. ანაკლიაში კი ბატონო, მაგრამ იქიდან ჩანს ძალიან კარგად. მაგრამ მე მაშინ მე ჩემ ვერსიას გეტყვი ძალიან მოკეთ ანაკლასთან დაკავშირებით, ეს თემა რომ მოვჭეთ. ამიტომ და უკვე აგერ საუბარია იქ არ არის, მხოლოდ უკვე ხომ დაასანქცირეს იმედი და პოზიტივი უნდა გაგრძელდეს ეს რუსთავი ორი უნდა დაასანქცირეს. დღეს აგერ ხალხი გამოდის და ჭიათურიდან ჩამოსულია ადამიანები და აპროტესტებენ და სამწუხაროდ არავის არ მოსვლია აზრათონ ამ ადამიანებს უთხრან რომ აქ კინო აპროტესტებს, წადი რუსთავი ორთან გააპროტესტე 200 მილიონი რატომ უნდა გააპროტესტოს ჭიათურელმა მაღაროველმა რუსთავი ორთან და რამდენი წელია ჩამოდიან და ვერავინ არ ამ ადამიანებს რომ ჭიათურ ჯორჯიან მანგანუმი ეს არის კომპანია რომელსაც ეკუთვნის როგორც ფეროშენადობთა ქარხანა ასევე ჭიათურის აი ეს ასე ვთქვათ საბადო და მარციხის ხესი და აი აქედან მიღებულ პროდუქციას ყიდის აი ეს კომპანია ანუ ხელისუფლების მიერ დასმული პირები უცხოური ინვესტორების და წართმეული კომპანიაც ყიდიან უცხოეთში შუამავალი კომპანიით ოფშორებში ილექება ფული და 200 მილიონი ლარი ბოლო 4 წლის განმავლობაში მისცა გასაიდუმლოებულმა კომპანიამ რომელიც სამდაში აი ამ ჭიათურისა და ამ იმის რა ქვია ზესაბონის მუშებისთვის მოპარული ფულია 200 მილიონი ეს ხალხი რა სიტყვობს ალბათ 8-10 მილიონს მთელი ამ პრობლემის გადაწყვეტად ამიტომ ეს კიდე ერთი თემაა თუ როგორ არის გამჯდარი კორუფცია მათ შორის ამ მედიაში და რუსთავი ორი იქნება მორიგი ასე ვთქვათ ობიექტი დასანქცირებისა ანუ ეს ამ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს იმიტომ რომ დინამიკა მიიღო და მიუხედავად იმისა რომ აი ბოდიშები ხადეს და ყულევის ასე ვთქვათ აი ამ სანქციებისგან გადარჩენ. რაც შეეხება ამერიკელი ასე ვთქვათ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რა უნდა და ყველას უკეს რა უნდა და ანაკლიაში რომ მიიყვანო ნიშნავს საკუთარ დანაშაულის ადგილზე მიიყვანო ადამიანი. რომელმაც დაბლოკეს ამერიკული ინვესტიციები პირდაპირ რუსეთის დავალებით, თორემ 2020 წელს უკვე გემი იქნებოდა შესული. 2020 წლის დეკემბერში პირველი გემი უნდა შემოსულიყო. და 2022 წელს რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის შედეგად გადმომისამართებული უზარმაზარი ნაკადები გაივლიდა რა თქმა უნდა და დავკარგეთ უამრავი ჯერ დავკარგეთ ავღანეთის ერთი ომი მორჩა. მე აგერ კოვიდი უზარმაზარი ასე ვთქვათ პრობლემები შეექმნა ამ სატრანსპორტო ქსელს და აი ამ ჯაჭვებს საქონლის მიწოდების ამას შემდეგ მოყვა უკრაინაში რუსეთის აგრესია და აგერ კიდე რა ხდება 40-ის სრუტეში და ანაკლია რომ დღეს იყოს რა მდგომარეობაში იქნებოდა უკვე გამართული და ცენტრალური აზიიდან თუ ჩინეთიდან უკვე აპრობირებული ტვირთების მიმღები პორტი და პირდაპირ ჩაშალეს რა უნდა დათიქ ხო ალბათ ეს იმას ნიშნავს რომ ესენი ეუბნებიან რომ აი აგერ ანაკლიის პორტს რუსეთი არ აშენებს ჩინელები რაღაცა არ არიან ჩინელები არ არიან სინამდვილეში მართლა იმიტომ რომ ან ისეთი საშინელება მოსთხოვეს რომ ვერ ბედავენ
იმ ჩინურ კომპანიას, რომელიც გამარჯვებულად გამოაცხადეს ხელშეკრულების გაფორმებას და შესაძლებელია საკონტროლო პაკეტი მოთხოვოს და საერთოდ ან თანასუბსიდირება ან ღმერთმა იცის რა დამატებითი ხარჯები 58 მილიონი არ მისცეს ანაკლის კონსორციუმს, ყაზარაძისა და ამერიკელების მიერ შექმნილ კონსორციუმს ფორმალურად წესების აღებისათვის, როდესაც მოთხოვა უბრალოდ გარანტია და არა თანხა. ხო, გარანტია, რომელიც არ დადგებოდა არასდროს. და 58 მილიონი ის გარანტია რა არის, როდესაც 600 მილიონი მარტო 20 კილომეტრიან გუდაურში გზაზე დახარჯეს. ამიტომ ხშირად ამბობენ ასეთ რაღაცას ხოლმე რომ რუსეთმა ივანიშვილის ხელით გააჩერა ანაკლია. აქსიომა 2-2-4, მაგრამ თუ რუსეთმა გააჩერა, მაშინ რატომ მიდის მშენებლობა? აგერ მთავრობა მართლა ძალიან დიდ ფულს დებს უკვე ბიუჯეტიდან. იმიტომ რომ რუსეთმა მოასწრო და ააშენა ანაკლიის ტოლფასი ტამანში პორტი, ჯერ ერთი, იმიტომ კონკურენტი მას აჭირდებოდა და მეორე რუსეთმა დაინახა, რომ სანქციების გვერდის ასავლელად საქართველოზე უკეთეს ხმელეთს ცას თუ ზღვას ის ვერსად ვერ იპოვიდა ანაკლია იყო რუსეთის გადამრჩენი რუსეთის ასე ვთქვათ ჭკუაში და მან წახალისა ჩინური ინვესტიციები ვინაიდან ჩინელები აშენებდნენ და აგერ მაგალითია ყულევიც კი გამოიყენა რუსეთმა საკუთარი ნავთობის მსოფლიო ბაზარზე შესატანად ყულევი არ არის პორტი ყულევი არის ტერმინალი ყულევი არის მატარებლის გაგრძელება შემოდის აზერბაიჯანიდან საწვავი ისხმება რეზერვუარებში მიდის გემზე ყულევში კვირაში შემოდის ერთი გემი მიუხედავად იმისა რომ აზერბაიჯანისათვის უზარმაზარი 3 მილიონი ტონა ტვირთი გადის და ჩვენ შემოგვაქვს დაახლოებით 1.5 მილიონი ტონა ტვირთი წლის განმავლობაში ფოტოთი გადაუღებ რა რაოდენობის ტვირთი შემოვიდა და რა გემი გავიდა და გამოვიდა და ახაც კი რუსეთმა იხეირა თუნდაც იგივე აი აგერ ბოლო 4 თვის განმავლობაში 170 მილიონი დოლარის 4 თვის რუსული საწვავი გაიტანა აი ამ ვითომშენებარე პორტმა ამიტომ ანაკლიის აშენების ასე თქვათ აუნთო რუსეთმა ამ რეჟიმს მაგრამ სამომავლოდ ანაკლიის განვითარებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ძალიან ბევრი ძროები, მათ შორის აი სომხეთ აზერბაიჯანის ასე ვთქვათ შერიგების შემდგომ წარმოქმნილ აი ამ სატრანსპორტო მომავალ ინფრასტრუქტურაში. რუსეთის მიერ ანთებული ჩაქრობილი და გადაწყვეტილების მიღების რესურსის ქონა რამდენად ჯდება და ამით შევაჯამოთ და დავასრულოთ ჩვენი საუბარი. დაუბრუნდეთ კვლავ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს და თეთრი სახლისა და ტრამპის ტრიპის და ზოგადად ამ შუა დერეფნის მისებურ კონსტრუქციაში ეს რანაირად შეიძლება ჯდებოდეს? ნუ ჯერტი როგორ საუნთო ესე ჩაუქრობს. ამიტომ არის ეს მყიფე და საშიში ვითარება. ამიტომ რუსეთს არ უნდა კონდეს აკასე ანთება ჩაქრობის გახსნა დაკეტვის რესურსი. პარლამენტში ვხედავთ და გაითამაშეს რაღაცა სინგაპურული კომპანია, შვეიცარიული კომპანია, ჩინური კომპანია, ვითომ კონკურსში მოაწილეობა. ამიტომ ჩინეთის მონაწილეობით რუსეთთან ახმა იყო, მაგრამ რუსეთს ეხლა არ აქვს ძალა. რომ შეეწინა ამ საომარ მოქმედებაში ასე ვთქვათ მყოფი და დასუსტებული რუსეთი ამდენ ფრონტზე იბრძოლოს მithumetes საქართველოს სანქციების გვერდის სწავლაში ეხმარება და არ არის გამორიცხული რომ ეხლა ამ ეტაპზე ანაკლიის და დამთავრება თუნდაც აი ამ ხელისუფლების პირობებში მისთვის რაღაც ასაკეთოს ნიშნავდეს ამიტომ არ ამგონია რომ რუსეთმა ამ ეტაპზე ანაკლიის ხელახლა დაბლოკა დაიწყოს ხოლო რაც შეეხება ამერიკელებს ეს არ ნიშნავს რომ ამერიკელებს შესთავაზეს აი აგერ მოდით ინვესტორი არ აყავდა გამორიცხულია შეიძლება პირიქით თქვენს რომ აი როგორც ივანიშვილი ამბობდა რამდენჯერ ვთხოვეთ კაცო ამერიკელებს არავინ არ შემოდიოდა შემოსულიყვნენ და ფული ჩაედო და ააშენებინა და აკნევდა თავს და აი ასე ეტყოდნენ და სიამდილეში ამერიკული ინვესტორი გააგდეს და ამერიკულ ქართული კომპანია გააძევეს ამერიკიდან
ნახოთ რა მოხდება ამ მიმართულებით. საინტერესო რა შედეგები მოყვება მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს აი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ბატონ რომან ველით მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას სამწუხაროდ მიმდინარე კონფლიქტის კვალობაზე ობიექტური მიზეზების გამო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მოქმედი მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიუღებლობის გამო ასევე ინფლაციური რისკები. ერთ რეპლიკაში ერთ რეპლიკას ყველაფერი ნათელი იყოს. ახლა ესენ გადააბრალებენ ყველაფერს იმას საგარეო ფაქტორებს. ჰორმუზის რუტეს. ხო, მაგრამ 2 წლის განმავლობაში, როდესაც აბსოლუტურად არაფერი არ ხდებოდა საგარეო, ასე ვთქვათ, ნეგატიური ფაქტორი და პირიქით აი ამ უკრაინის ომიდან გამომდინარე რუსული ასე ვთქვათ პარაზიტირებდით და სისხლიან ფულს შეუვლობდით და 2 წელი რომ ამ მდგომარეობაში იყო ქვეყანა, რატომ გაიზარდა შარშან 10%-ით ფასები სურსათზე, ჯანდაცვაზე 10% და შარშანწინაც და რატომ იზრდება 2 წლის განმავლობაში ზედიზედ ფასები მნიშვნელოვნად, როდესაც დავითარი საგარეო ფაქტორი არ ხდებოდა. ფასების ზრდის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის ხელისუფლების, ეროვნული ბანკისა და მთავრობის შეცდომები ან კორუფციული ან უგუნური პოლიტიკა.